მშვიდობისა. აბა, როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორ გიგიხოთ. ჩვენ დავიღვიძეთ, ავიც რომელი საათია, იმიტომ რომ საათი არ მიკეთია. ტელეფონიც აიქმა. დანარჩენები არ გამომიტანია ოთახიდან. გავიღვიძეთ და ეხლა უნდა ვისაუზმოთ ოღონდ. ვაპირებ რომ მაღაზიაში წავიდე, რომ საუზმეზე რაღაცა ტკბილიც მინდა. და ეს რაღაცა ტკბილი რომ ვიყიდო და ლაფხილებ. ხო. ამამონი. მიყვარს ჩემი ევა, მიყვარს ჩემი ევა, მიყვარს ჩემი ევა, კაცოდი და დაგვაცხდა, ვერ გვაცხდა. მიყვარს ჩემი ევა. მიყვარს დედა ჩემი დედა. Happy deda, joy deda, happy deda. Happy deda, joy deda. Բայց ոնի կարկատ մոյցա, սապենզե Աշայի ֆասոն Սապենզե քմնա qabela փեյდა եգրա Աշայի ֆասոն Աշայի ֆլե Ակաու ջեջո, ակաու ջեջո Մոյցա Este դասիա Բոյակաու ջեջո Դանդուոքետ Դեდა գապանդե Este da fónia. Դեդաս տելեֆոնի არ გაუფუჭებო. Վայ, մապատի, sorry. Անա դեք ձալ, մդից չավտանի ոտ մայգա. Okay, okay. ახალად საერთი წუთი მე და ევა მივჯვართ ორ ნაბიჯში მეკა დღეს სახშია და შევთავაზე ჩვენთან ერთად წამოდიმეთ იმაგად კი რა უნდა გააკეთო მაგრამ დაიზა და ვისაც არ უნდა ჩვენთან იმას არ შევახვედებით წამოვედით ორ ნაბიჯში უნდა შევიდეთ ვიყიდოთ პური ისეთი არაფერი ყოველდღიურ რაღაცები დილას რაღაცა საჭმელს მისტანებელი ტკბილი და ეგეთი რაღაცები რა და ეს შემეძლო დამეტოვებინა ხესახში ბევრი ადამიანია მაგრამ აი ზოგჯერ არის ხოლმე რომ მინდა ხოლმე მარტო გავიარო რა და ეხა მინდოდა რომ ერთად წამოვიყავ მე ხარ მინდოდა მარტო გავლა შესაბამისად წამოვიყვანე რატო არა რო გამოვიდა იქ პატარა ესამას მოუწყვიდა და წამოვახებინებ აბა იმედი მაქვს რომ გულდასდები ორი უნდა ვიყიდეთ კვერცხი და რაიმე ტკბილი მისატანებენ. არა, კვერცხი ბრინძებში გვაქვს. ნახოთ. აბა უსუნე. კარგი სუნი აქვს, წავიდეთ. მოწყვიდე. მე არ გამიბრაზებენ, მეც არ მოწყვიდა. მარტო ერთი. ევასთვის. ჩემი ევასთვის. ჩემი მამაზი ევასთვის. გონი ყოსიას მანე ღმერთ. აბა, help me now, ანდრიას უთხრა. ხო. აბა, რა ვიყიდე? ორი. რა თქმა უნდა, შავი არის და შავი არ მიყიდია. ეს იყო აქციაში. ესენი ვიყიდე არა ერთი ჭამისთვის, არამედ რომ იყოს ტკბილეულობა. ეს ელომ იყიდა. ეს ვიყიდეს ჩემი სიყვარულია. ეს ვიყიდე. აქციაში 5 ლარად ეს. და ნუ რა თქმა უნდა კვერცხი. ხოდა განიძრა და მარტო ორი რაღაცა რატო ვიყიდე? მეთქი და მაღაზიაში ვიყავით მეთქი. ანუ იმაზე კი არ ვიყავით წასული კარფურში და შენ საყიდები ვიყავით მეთქი მაღაზიაში. ხოდა ცოტა გამწეს, მაგრამ არა უშავს. ეხა საუზმის მოვამზადებ, შევჭამთ და მე დავად პარკში. ეს თვითონ გეგმა გვაქვს. აი მე ეს საყვარლობა ღმერთო. ნონია. რა კაი. ვაი, მეს ნონია. შენი
ზედისფერია ყვითელი. და კარი მინდა. კარი გინდა? ასე, აბა დილან შვიდობის საყალელას. ეხა მინდა შემწვარი კვერცხი. ხო და კვერცხი. ეს გამოსულია? იქით არ არის. მე ბუმბულებიანი. ეხა მინდა როგორი კვერცხი იცით? აი ამერიკული მე შევჭამე რაღაც ათქლეფილი, ანუ ათქლეფილი შეწვის დროსაც. ეს თვითონ მოხარშული მინდა დილას თუ ეს ათქლეფილი. მე ათქლეფილთან მივიდი. ორი არის. სპორში არის სახში და ორი არის. შევიწვა. აღარ მე ჩვეულებრივად შევწვა, ანუ დასხმოს.
ერთ წელს შევუდგა, ზოგჯერ არის 2 წელს ჭამს, მაგრამ ზოგჯერ არის რომ 1 წელს არ ჭამს, ამიტომ ერთ შევუდგა და თუ შეჭამა, მაგრამ მეორე შევუდგა. უპრობლემოდ. ესეა ამბონა. ერთი ჩაის კოვი. Петрушка, титоса дамецос. Петрушка. На-на-на-на-на-на. ორივეს Apa გადმოვიღოთ უკვერს. თუ გინდა დაფა გადმოიღო, თუ გინდა კვერცხი, მაგრამ გადმოიღო. ჩაი, Coffee. Charlie. If sounds moments. Εγώ შარზე იყო. არა, უბრალოდ მეტი უდოდა. ვიდრე მიიღო. ანუ მაგას ეგონა რომ როგორც მივიდეს ისე გავიყვანე და მინდა ხოლმე რომ როცა შევძლებ მაღაზიაში მივიდე, მოკეთებს დავიყვანე, როცა შევძლებ. და ანუ დავიცოდეს რომ მაგალითად პურის საყიდად წავედით და ხალხი ვუყიდი რაღაცას. მაგრამ ვერ ვუყიდი ყველაფერს რაც უნდა, მაგრამ რაღაცას უნდა დღეში სამჯერ წავედ მაღაზიაში სამჯერ სამ რაღაცას ვერ ვუყიდი. ხო და ნელა მინდა რომ ეგ ისწავლოს. დილამ შევიდობისად კბილებო ამა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორია თქვენი განწყობა და როგორია თქვენი საუზმე. მე რა მაქვს აქ 2 კვერცხი, ზეთში შემწვარი, კეჩუპით, ჩვეულებრივი კეჩუპით, კიტრი, დასაყოლებლად 2 ცალი პეჩენია, კრემკველი, შავი პური და ჩაი უშაქრო. ჩაი და ეს ერთად იქნება მერე. ესეთი ძალიან მარტივი და ძალიან გემრიელი დილა.
Boni? კვერცხები რა აი ესეთი შემწარი ზუსტად. ბონი ჩემი საჭმელის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია. კრემპელი და ძალიან დამევასა. ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მიყვარს. კარგი, დღეს გისურვებთ ყველას. და გადავედი დესერტზე. მეთაკაია. კითხეს შენი აზრი გითხარიო, აი ამ ეს ხომ მუშაობს. კი. სკინტლიან სერთან დაიმებთან დაკავშირებით. სიმართლე რომ გითხრათ, ვერ ვერკვევი მე ეგეთ თემებში და ესეთი თავგამოდება არ ვიცი ხოლმე იმაში, რაშიც ვერ ვერკვევი. და ვისაც გაინტერესებთ ეგ თემა უფრო მეცნიერულ სამედიცინო დონეზე, კოტის ჩემია, მე უნდა შევჭამო, სხვა აიღე. გუშინდელ შევინახე. რას მე გააპაუზებდი. ხო და კოტის აქ ძალიან კაი ვიდეო და შეგიძლია გადახვიდეთ მის არხზე და ნახოთ. აი მოგცემს მამა. აი მოგცა. შეგიძლიათ ნახოთ მის არხზე. ჩემი აზრი როგორია ხა მე ვყიდულობდი ყოველთვის სოფლის ნობათს და სანტეს, იმიტომ რომ აი მაგალითად არაჟანი არც ერთის გემო არ მომწონს, მარტო სოფლის ნობათის მომწონს. და ეხლა უკვე არც ვიცი რომელი ფირმის ვიყიდო, სიმართლე რომ გითხრათ და აქ არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თვითონ სკინტლი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ის ტოქსინები, რომელიც აღმოჩნდა პროდუქციაში და მძიმე მეტალები და აი აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა იმას, ესენი ორგანიზმში ესა პროდუქტში რო არის, აი ეს შეამოწმეს ერთხელ და ერთხელ შეამოწმეს და კიდე შეიძლება სულ ეს იყოს, თუ მაგალითად ყოველ პარტია მოწმდება. თუ ყოველი პარტია მოწმდება, რაღაცა გაიპარა, სავარაუდოდ იმას გამოასწორებენ და მასზე აღარ იქნება და შეიძლება რომ ისევ ვიყიდო. მაგრამ თუ მაგალითად ერთხელ შეამოწმეს და წელიწადში ერთხელ მოწმდება, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ასე რომ სიმართლე რომ გითხრათ, რაღაცა ესე ჩამოყალიბებული რაღაც პასუხი არ მაქვს. მე ზოგადად არ ვარ ადამიანი, ვინც ქვების სროლას იწყებს რაღაცა რა მოხდება. ეხლა ნახე რა ამბავია, ვაიმე, ქვებს ისრიან, ვიდეოებს იღებენ, ილანძღებიან და მერე გავა ეს მძვინვარების ხანა და ისევ ეს ადამიანები, ვინც ამ პროდუქციას ყრის და ლანძღავს, ისევ წავლენ და იყიდიან. უბრალოდ ჭირდებათ რაღაცა დრო, რომ აი ეს ვიღაცა გალანძღონ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან უყვართ ეს სიძულვილის ენა ადამიანებს. ხო, თურმე მაგ დროს ენდორფინები გამოიყოფა, იცოდით? ხო, და რა ვიცი, მე მაგ ფერხულში ჩაბმა არ მიყვარს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეგ რაღაც ტოქსინები და მძიმე მეტალები ესე აღმოჩნდა. თუმცა, აი მაგალითად მე რო ვუსმინე ტელევიზიაში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეცადნენ, რომ დაეძაბათ მდგომარეობა, ის ექსპერტი, რომელიც ჩართეს, ის ამბობდა, რომ ესეთი პრაქტიკა იყო ევროპაში, იყო ამერიკაში, აიკრძალა, მაგრამ იყო, რომ აი აჭმევდნენ ესეთ რაღაცებს და ხდებოდა. და ღმერთმა იცის კიდე ჩვენ რომ აი ყველს ყიდულობთ, რძეს რო ყიდულობთ, აი სოფლის პროდუქტებს ბაზარში, ან თუნდაც რომ მოაქვს და რაღაცა. კი ის გეუბნება რომ კარგია და სუფთაა და ის, მაგრამ ღმერთმა იცის რა ვჭამთ და რა ვსვამთ. რეალურად რო იცოდე 100% ყველაფერი უნდა იყოს შენი გაკეთებული, შენი მოყვანილი. ახლა მაგის ფუფუნება კიდე დღეს არ არის. რა ვიცი, ახლა მე სახის ხოკვის იმას ვერ ვხედავ მიზეს, უბრალოდ უნდა გაირკვეს სიტუაცია და მაგის მიხედვით მე გადავწყვიტოთ ვიყიდოთ თუ არა ეს კონკრეტული პროდუქცია. ესეა ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.